გამარჯობათ მეგობრებო. მაინტერესებს თუ გამოიცნობთ კირა და უკვე სათაური ალბათ დავაწერე ამ ვიდეოს, ამიტომ იცით ეს ვიდეო რაზეა. მაგრამ ის დღე დადგა, როდესაც ჰელოუინის მზადება იწყება უკვე ამერიკის სხვა ქალაქებში. ჰელოუინი. და როგორ აღინიშნება ჰელოუინი ამერიკის სხვა ქალაქში და სხვა ადგილზე. განსაკუთრებით კი კოლეჯ თაუნში, სადაც ძირითადად სტუდენტები ცხოვრობთ და რა თქმა უნდა ჰელოუინი როდესაც მოახლოვდება, ყველა წვეულების დაგეგმვაშია. ჩემი სახლიც მართავს წვეულებას, თუმცა ისეთ პიკ რიცხვებზე არ გავდივართ როგორც ზოგადად ჰელოუინ პარტიები ხოლმე კოლეჯ თაუნებში. აი მაგალითად, რომელზეც მე მივდივარ თვითონ ჰელოუინის ღამეს და წელს ჰელოუინის ღამე ემთხვევა პარასკევს და ისევ და ისევ სტუდენტებისთვის და ალბათ არა მარტო სტუდენტებისთვის საოცარი დროა, იმიტომ რომ შეგიძლია რომ წყნარად გახვიდე, მოიჰელოუინო და მერე დაბრუნე სახლში და შემდეგ დღეს შეგეძლოს ფუნქციონირება. დღეს არის 25 ოქტომბერი და დღეს იმიტომ დავიწყე ვიდეოს ჩაწერა, რომ პირველი წვეულება ჰელოუინის themed დღეს მივდივარ. არის ჩემი ახლად გაცნობილი მეგობრის და თავისი მეგობრის დაბადების დღე. იხდიან ერთად და თან მართავენ საჰელოუინო წვეულებას. თუმცა, როგორც გითხარით, ყველაზე დიდი პარტიები გაიმართება შემდეგ კვირას, ანუ შემდეგ პარასკევს შაბათს, ნუ კვირას აღარ. მაინტერესებს თუ გამოიცნობთ წელს რა ვიქნები. გაჩვენებთ რა ვიყავი შარშან. და ასევე მგონი ცოტა giveaway-ია, რომ სტაფილოსფერი რაღაცა ჩანს აქ, თუმცა არ ვიცი რამდენ მიხვდებით. თუ გინდათ რომ შარშანდელი და შარშანწინელი ვიდეოები ნახოთ, შეგიძლიათ აქ დააჭიროთ, გადახვიდეთ და უყუროთ. ახლა კი გაძლევთ 3 წამს რომ გამოიცნოთ რა ვიქნები მე წელს. ოღონდ მხოლოდ პირველ წვეულებაზე. 3, 2, 1. I'm the baddest chick. I'm not a thick. I'm about my business. რა თქმა უნდა ვიცი რომ ჩემი wig არ არის ზუსტად ისეთი როგორც მეხუთე ელემენტში, მაგრამ ეს პარიკი მაქვს უკვე მესამე წელია თუ მეოთხე წელია, ამიტომ მირჩევნია რომ გამოვიყენო ის პარიკი რაც უკვე მაქვს და ახალი აღარ ვიყიდო. და მგონი არც ისე ცუდია, ყოველ შემთხვევაში მიხვდები ვინც ვარ და რაც ვარ. მეხუთე ელემენტს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ რომ ყველა ქართველს გაგებული მაინც აქვს თუ არა ნანახი, იმიტომ რომ სულ გადიოდა ტელევიზორში ერთ-ერთი იმ ფილმთაგანი იყო, რომელიც სულ ტელევიზორში იყო. თან ეს მსახიობი ძალიან უყვარს, იმიტომ რომ არა მარტო მეხუთე ელემენტზე, არამედ Resident Evil-ზეც ვგიჟდები. ეგ ფილმი და უფრო მეტად კი თამაში მართლა ჩემი საყვარელი რაღაცაა საერთოდ. მით უმეტეს ჩემ ბავშვობას უკავშირდება და მოკლედ მინდოდა რომ მილას პერსონაჟი ყოფილიყავი. ახლა, საიდან მოდის ჰელოუინი და მართლაც სატანისტური დღესასწაულია? რა თქმა უნდა არა. ზოგადად ბევრად უფრო პრობლემურ და ფსიქიკისთვის სახიფათო ინფორმაციას თუ სურათებს იღებენ პატარა ბავშვები ინტერნეტიდან, ვიდრე ჰელოუინის დღეს მოჩვენებებისა და სუპერგმირების ფორმებში გამოწყობილი პატარები და სხვა ფორმებზე ამოჭრილი გოგრებია. ჰელოუინის ყველაზე ცნობილი საწყისი ანტიკური კელტების ცივილიზაციიდან მოდის. როგორც ვიცით, ისინი წარმართები იყვნენ. მათ უკავშირდება მერლინის ლეგენდა, პერსონაჟები ასტერიქსი და ობელიქსი და ბევრი სხვა მითი. კელტებს ჰქონიათ ასეთი ფესტივალი სოუ-ინი, რომელიც 1 ნოემბერს აღინიშნებოდა და ეს იყო დღე ზაფხულისა და მოსავლის დასასრულის და ცივი ზამთრის დასაწყისის, რაც მათთვის ადამიანის სიკვდილთან ასოცირდებოდა. მათ სჯეროდათ, რომ ახალი წლის წინა ღამეს ცოცხალთა და მკვდართა საზღვარი თხელდება. შესაბამისად, მიიჩნევდნენ, რომ 31 ოქტომბერს მოჩვენებებს შეეძლოთ დედამიწაზე დაბრუნება. მათ ასევე სჯეროდათ, რომ ამ სულების ახლოს ყოფნა დროიდებისთვის უკეთესი იყო, რათა წინასწარმეტყველება ენახათ. ამ დროს ცეცხლს ანთებდნენ და ცხოველებს წირავდნენ თავიანთ ღმერთებს. მგონი არც ერთია გასაკვირი წარმართული ცივილიზაციისგან და არც მეორე.
შემდეგ 43 წელს რომაულმა იმპერიამ დაიპყრო ტერიტორია, სადაც კელტები ცხოვრობდნენ. შემდეგი 400 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ტრადიციები და ფესტივალები ცოტა აირია. გაერთიანდა და ისე მოხდა, რომ ფერალია ფესტივალი, რასაც რომაელები გარდაცვლილებს უძღვნდნენ და რომაელი ქალღმერთის პომონა საპატივცემულო დღე თითქოს ჰელოუინში გაერთიანდა. პომონა ხილისა და ხეების ქალღმერთია და ამას უკავშირებენ ამ დროს ერთ-ერთ გასართობ აქტივობას ვაშლებთან დაკავშირებით. წლები გადის, კელტებში ქრისტიანული გავლენა ვრცელდება. მე-11 საუკუნის დასაწყისში ეკლესია 2 ნოემბერს ყველა სულის დღე დაწესებს გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად. ალბათ აშკარაა, როგორ არის იგივე კონცეფტი აღებული და წარმართული ტრადიცია უფრო ეკლესიური დღით ჩანაცვლებული, მაგრამ ეს არ ხდება ერთ წელში. ეს არის საუკუნეების და სხვადასხვა ხალხების წესჩვეულებების შეერთება. ეს დღე ინგლისურად ცნობილია როგორც All Hallows დღე. წინა ღამე კი გამოდის All Hallows Eve, ანუ Halloween. ვიქტორიანულ პერიოდში კი ვხვდებით პამფლეტებს, სადაც ჰელოუინის აღნიშვნა ისე აღწერილი, თითქოს შობის დღესასწაული იყო. გამოცემულია ფლაიერები, სადაც დიასახლისები აღწერენ, როგორ შეიძლება საუკეთესოდ უმასპინძლო ამ ახალი წლის დასაწყის, სხვადასხვა დესერტის დამსადებით და ასე შემდეგ. ინტერნეტში და არქივებში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეიძლება და რაც უფრო ღმართ ჩახვევით ამ ისტორიას მიხვდებით, რამდენად საინტერესოა ზოგადად კულტურების შესწავლა. არაფერი არ გაჩენილა ასე უბრალოდ, ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. საბოლოოდ კი იმას ვიტყვი, რომ ჰელოუინზე არაფერი სატანისტური არ ხდება და თუ რამე ხდება, ეს ჰელოუინის გამო არ არის. ეს დღე ამერიკელებისთვის არის ბავშვებში მეზობლად გასვლა თავიანთი საყვარელი პერსონაჟების ფორმებში და ტკბილეული საგროვება. დიდებში კი ისევ და ისევ სასურველ ფორმებში გამოწყობა და წვეულებებზე წასვლა. მასკარადი დაარქვით თუ გსურთ, უბრალოდ თავისუფალი ჩაცმულობით. მოჩვენებების, ვამპირების და ჩონჩხების ფიგურებიც ლოგიკურია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რამე სატანისტურს ჩადიან. უბრალოდ გარდაცვლილების დღესთან, ამ ორ სამყაროს შორის საზღვრის გათხელებასთან ასოცირდება ესეც. მოკლედ, ნამდვილად შეიძლება ამ დღეს უცოდველად აღნიშნა. ხოლო ვინმე თუ მაინც და მაინც ამ დღეს ცხოველს კლავს ან რაიმე ცოდვას ჩადის, დამიჯერეთ ეს ჰელოუინის ბრალი არ არის. ის ადამიანი ამ დღის გარეშეც არ მოერიდებოდა ამ მოქმედებას. იმედია ახალი ინფორმაცია მოგაწოდეთ და ვისაც გაინტერესებდათ ამერიკული ჰელოუინიც გაჩვენეთ. ახლა კი გემშვიდობებით და გახსოვდეთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება.